თავი მეოთხე. ვამბობ მემკვიდრე მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ყრმა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყოვლის პატრონია. არამედ მეურვეთა და გამგებელთა ხელქვეით იმყოფება იგი, მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე. ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, დამონებულნი ვიყავით წუთისოფლის საწყისებისადმი. და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოს ასყიდათ, რათა მიგვეღო შვილობა. და რა კიღად თქვენ შვილები ხართ. ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შეძახის. აბა, მამაო. ამიტომ შენ უკვე აღარა ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ. ხოლო მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც არსებით ღმერთები არ არიან. ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გიცნოთ, როგორ გაუბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ. დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯეთ თქვენს შორის. იყავით ჩემის თანები, ვინაიდან მეც თქვენის თანა ვარ, ძმებო, გევედრებით, ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის. ეს იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ თქვენ პირველად. თქვენ კი არ შეიძულეთ და არ უგულებელყავით ჩემი განსაცდელი ხორციელად, არამედ მიმიღეთ, როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო. სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება? ვმოწმობ თქვენზე, რომ შეგძლებოდათ თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით. მაშინ თუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით. კეთილად როდი მოშურნეობენ თქვენთვის, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა თქვენ თავი გამოიდოთ მათთვის. კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას. ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვისთი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახება ქრისტე. მინდოდა თქვენთან ყოფილიყავი და გამომეცვალა ჩემი ხმა, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენს გამო. მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, გან არ უსმენთ რჯულს. ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაამს, ერთი მხევლისგან და მეორე თავისუფალისგან. მაგრამ რომელიც მხევლისგან იყო, ის ხორციელად შობილი იყო, ხოლო რომელიც თავისუფალისგან აღთქმის მიხედვით. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა, ერთი სინაის მთიდან მონობისათვის შობილი, რომელიც არის აგარი. ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედა. რადგან დაწერილია, იხარებდე ბერწო უშობელო, სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო, რადგან მიტოვებულს მეტი შვილი ეყოლება, ვიდრე გათხოვილს. და ჩვენ ძმებო, ისაკის კვალზე აღთქმის შვილები ვართ. და როგორც მაშინ ხორციელად შობილის დევნი და სულით შობილს, ასევე ახლაც. მაგრამ წერილი რას ამბობს? განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფალის ძესთან ერთად. ამრიგად ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ თავისუფლისა.